გაგაცნობთ სოხუმელ ქალბატონ სოფიო დადიანს, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგის პოპულარიზაციას ეწევა. მე გახლავართ სოფიო დადიანი. დაბადებული და გაძელი ქალაქ სოხუმში. პროფესიით ექიმი. დღეს კი ისეთი ხელობის წარმომადგენელი, ხელობისა და ხელოვნების, როგორც არის წვნა. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ჩემ უახლოეს ანთესაუში უმეტესობა არიან ექიმები და მუსიკოსები. ამდენად გარემო მე ყოველთვის მქონდა ისეთი, რომელიც მაინც მიბიძგებდა უფრო მეცნიერებისკენ, უფრო სამედიცინო მიმართულებით. 97 წელს დავიწყე მუშაობა დევნილ ბავშვთა პოლიკლინიკაში. ძალიან კარგად მახსოვს ეს წლები. 2010 წლიდან მუშაობდი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად სოციალურ დეპარტამენტში. მოხდა ალბათ რაღაც ესეთი გარდატეხის მომენტი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ჩემი ნებით წამოვედი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროდან. და გარკვეული დროის მერე დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ მე დავიწყე წვნა. ჩემთვის ეს არის უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება. თუ გავიხსენებ ჩემ ბავშვობას, მუდმივად მქონდა სურვილი რამე შემექმნა ხელით. ეს იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება. მიყვარს ყველა ის ბუნებრივი მასალა, დაწყებული მასალა, დამთავრებული მათი შეფერილობით და ფაქტურით. ჩემი მოღვაწეობა დავიწყე ზუგდიდში. სადაც სხვათა შორის მოვიპოვე დანიის დევნილთა საბჭოს გრანტი, დიდ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის დაინტერესდნენ. სადაც მივიღე მონაწილეობა USAID-ის მარწყვის ფესტივალში. ანუ აი ამით დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები, იყო გამოფენა მარწყვის ფესტივალზე და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავიწყე მოღვაწეობა აქ თბილისში. რაც შეეხება დადიანის სახელოსნოს, ავირჩიე ეს სახელწოდება, ჯერ მე მუშაობ სახლში, მაგრამ ასევე იგეგმება სახელოსნოს გაკეთება. და დადიანის სახელოსნო ამ სახელწოდებაში დევს მხოლოდ ერთი რამ, რომ ამ ნივთებს აკეთებს დადიანი. არის თექა, არის კერამიკა, მაგრამ ამოვარნილია სრულიად წვნა. და როდესაც დავიწყე ამაზე მუშაობა, მე ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ძალიან დიდარი მემკვიდრეობა აქვს ყველა სხვა ქვეყანას. და ნელ-ნელა სხვა ინფორმაციის მოძიებით დავადგინე, რომ უზარმაზარი კულტურა იყო საქართველოში წვნის. ფერადი წვნისაც კი. კაცობრიობის ისტორიაში არის ყველაზე ძველი ხელობა და დაახლოებით 8500 წელს ითვლის. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამ მაღაზიასთან თანამშრომლობ დაახლოებით 1-4 თვეა. ძალიან კმაყოფილი ვარ თვით თავად პერსონალთან და ის მფლობელთან ურთიერთობით. თემატურად ჩემი ნაკეთობები მთლიანად ჯდება ამ ქართული სუვენირული ნაწარმის მაღაზიაში. ძირითადად აი ეს პროდუქტი, ახლა რაც აქ არის წარმოდგენილი, თუ არ ჩათვლით საახალწლო ნივთებს, არის მაინც უფრო ტურისტზე გათვლილი. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება ჩემი ბიზნესის. ქართული ღვინის ჭურჭლის მოწნა უფრო პრიორიტეტული საკითხია, იმიტომ რომ რაღაც ჩემია ქართული, მომწონს ქართული ორნამენტი და შესაბამისად შესაძლებელია მათი შეზავება ისედაც არტთან. ანუ თანამედროვე ხელოვნება შეზავებული ეროვნულ კულტურულ ტრადიციულ წნასთან, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა. საკმაოდ რთულია ეს ტექნოლოგიური პროცესი, ამის და მინდა გითხრათ, რომ ეს ნაკეთობა არის ძალიან მყარი. აი ჩვენ რომ ამოვიღოთ ჩიქთავსი, თავად ნაკეთობა, აი ამის ნიმუშზე არის საკმაოდ მყარი. იმიტომ რომ მიმყავს ხის კონდიციამდე. ეს მუშავდება რამდენიმე ფენა, აკრილის დამცავი გრუნტით. და შემდეგ
მუშავდება აკრილის ლაკით. ეს მინდა გითხრათ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტებია, რომ ქართულ ბაზარზე მოპოვებაც კი ძნელია. როგორც დეკორატიული, ასევე გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს აი ამ დაბწნილს, იმიტომ რომ ის რეალურად იცავს ბოთლს დამტვრევისგან და მინდა გითხრათ, რომ ეს მწვანე მანავია, ხო, მწვანე მანავისთვის მაქვს შერჩეული ეს ბოთლი. აი დავუშვათ საფერავის ბოთლი, მე ასე მაქვს განსაზღვრული, რომც დაისვაროს საფერავით, ის იწმინდება ჩვეულებრივ ტილოთი. ანუ მრავალჯერადი გამოყენების არის თვითონ ეს დაწნილი ნივთები მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდისაა. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მომხმარებლის მოთხოვნაც და მომხმარებლის გემოვნებაც, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო კრეატიული პროცესია, იცით? რამდენიმე მიმართულება შემიძლია გამოვყო ამ წვნაში და პირველი და პრიორიტეტული ეს არის ქართული ფორმა, ქართული ფერი, ქართული ორნამენტი და რაც შეეხება ქართულ ფერს, ის ყოველთვის ასოცირდება ხატწერასთან. ანუ იმ ფერებთან, რომელიც საერთოდ ისტორიის მანძილზე შექმნა ქართულმა ფერწერამ. ასეთი სიტუაცია არის ნაკეთობა, რომელიც წინასწარ იგეგმება, წინასწარ ითვლება, აი ამ ბოთლის, აი ამ ნიმუშის მაგალითზე, თქვენ ხედავთ თავად ტრაფარეტი, ანუ ფორმა, რომელზეც ამოიბრძნება, ისიც კი არის მილიმეტრებში გახაზული, იმიტომ რომ ჩხირების რაოდენობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ნახაზის შექმნის დროს, მოხატულობის შექმნის დროს და ამდენად მათემატიკური გათვლები აქ უნდა იყოს ზუსტი, მაგრამ არის ნაკეთობები, როდესაც შენ იწყებ ნაკეთობას და მიმდინარეობის პროცესში ქმნი უკვე თავად მის დასრულებულ ფორმას. არ იგეგმება. აი აქ არ არის დაგეგმილი, არც დასაწყისი და არც დასასრული. ეს არის უფრო დეკორატიული ლარნაგი, ასე რომ ვთქვათ. თუმცა მისი სიმაღლე საკმაოდ ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩანს, ვინაიდან დაგრძელდება ეს ჩხირები და იქნება ფერში საინტერესო გადასვლა. ანუ დაიწყება აი ბუნებრივი ხის ფერით და დასრულდება ქარვის ფერით. პროექტს აქვს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება აქვს. ერთ-ერთი მიმართულება არის ძალიან საინტერესო, მოხატვა ქართული თიხის ჭურჭლის და მოხატვის კომბინაცია წნასთან. ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი. აი ერთი ნიმუშიც აქ არის წარმოდგენილი, მოხატული ქოთანი და მოხატულია ეს ჩემი მეგობრის ქალბატონ რუსუდან გერსამიას მიერ, რომელთანაც ერთად ჩვენ გეგმავთ აი კონკრეტულად ამ მიმართულების განხორციელებას. და დატვირთვა მას ექნება ძირითადად მაინც როგორც უფრო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ანუ მოხატულობა იქნება ქართული ორნამენტი და წვნაც შესაბამისად წვნის სახეობა შერჩეული იქნება ამ პროექტისთვის უშუალოდ ქართული. იგეგმება სამომავლოდ ურთიერთობა კულტურის სამინისტროსთან. აი ამ სწორედ წვნის ქართული ხალხური რეწვის ამ სახეობის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ყავს ორი ვაჟიშვილი, უფროსი ვაჟიშვილი ნიკოლოზ ჭანკვეტაძე 25 წლისაა და დღესდღეობით იხდის სავალდებულო ჯარს. სწავლობს სოხუმის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე, ამავდროულად არის დრამერი. მეორე შვილი საბა ჭანკვეტაძე არის დღეს მე-12 კლასის მოსწავლე, აბიტურიენტი და ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის და გეგმავს გააგრძელოს თავისი ცხოვრებისეული ასპარეზი როგორც ტექნოლოგმა. ისინი გვერდით მიდგანან როგორც ფიზიკურად მეხმარებიან ოჯახში, ასევე თავისი დამოკიდებულებით ჩემი შემოქმედებისადმი. მათ შეფასებას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და უზარმაზარი მხნეობის მომტანი არიან ჩემთვის, მინდა გითხრათ. აფხაზეთი ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილია. მაგრამ მე ავკარგავ იმედს. ჩემი თაობის ახალგაზრდობა ისე იზრდებოდა აფხაზეთში, ჩვენ არანაირი სიძულვილი არ ქონდა აფხაზი ეროვნების მიმართ. ჩვენ გვაკავშირებდა დიდი მეგობრობა, დიდი სიყვარული, ყოველდღიური ურთიერთობა, ნათესაური კავშირები. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გავიზარდეთ აი ესეთი კარგი გრძნობებით.
მე ვიცი რომ ჩემი შვილები აბსოლუტურად იზიარებენ ამ ტკივილს და ამაყები არიან რომ ესახომელი ვარ. მე მაქვს იმედი. ჩვენ აუცილებლად შევართ აფხაზეთში ჯვრით.